გიყვარს საშიში ისტორიები? თუ კი უყურე ამ ვიდეოს ბოლომდე, რადგან დღეს მე მოგყვები Roblox-ის ერთ-ერთ საშიშ ჰაკერზე. დავიწყოთ ვიდეო და ბოდიში რომ ასე დავდივარ. ჰაკერი 2010 წელს შემოვიდა. იმიტომ რომ 2010 წელს Roblox-ი ახალი შემოსული იყო და ჰაკერები მარტივად შევიდოდნენ, რადგან Roblox-ი ცოტა ჭედავდა. ჰაკერები რადგან მარტივად შედიოდნენ, მოგონდა ჰაკერების რაოდენობა ბევრი იყო. მაგრამ ამ ჰაკერზე ყველა საუბრობდა 2010 წელს, 2017 წლამდე. იმიტომ რომ ჰაკერი იყო ერთი ხ. ასეთი სახელი ერქვა. ამ ერთი X-ი. ამ ერთი X-ის სკინი საშინლად გამოიყურება. სკინის ფოტოს ვერ განახებთ, რადგან არ მოიძიება ახლა მისი ფოტო. რომელიღაც თავერში, რომლის სახელსაც მე არ დავასახელებ, მისი შექმნილია. ის Roblox-ში შემოდამოდ გაიჭედა. თამაშს მილიონობით ადამიანი სტუმრობს ყოველ დღე. თამაში ძალიან საშიშია. თავერია. სახელს მაინც არ ვიტყვი. იზახიან ეს უბრალოდ ლეგენდაა, მაგრამ თამაში მაშინ ვინ შექმნა თამაში? ანდა თუ ლეგენდაა, რატომ აწერია თამაშის მენიუში ერთი ალბათ იმიტომ რომ ის ადამიანი ახლა აღარ არის Roblox-ში. ის თამაში დაბლოკილი იყო და ისევ მოხსნეს ბლოკი. მოკლედ დავიწყოთ ნორმალურად მოგიყვებით ყველაფერს. 2010 წელს Roblox-ი ოდესაც გამოვიდა, ჰაკერებმა დაიწყეს უკვე თამაშის მოძებნები და აღმოაჩინეს სოციალური თამაში Roblox-ი, სადაც ძალიან მარტივად შეეძლოთ ჰაკერების პოვნა. ჰაკერები, რომლებიც უბრალოდ ჰაკერები იყვნენ, ხალხს სკამავდნენ. არაფერი. მაგრამ რაც ამ ბიჭის ძალა იყო, ისეთი არავის ქონია. ჰაკერები ისინი უბრალოდ ჯმოტები არიან, მაგრამ ეს არა, ის ჭკვიანი და ამას დალით აკეთებდა. მის თამაში თუ შენ შეხვალ, შეიძლება შენის გამოგეცხადოს, ეკრანზე გაგიშავდება. თუ გაგიშავდება ეკრანი, მაშინ დაეწერება უცნაური ასოები, ციფრები თუ რაღაც მასეთი სამეთყოლო ნიმუშები. მის ამოხსნას ვერც შეეძლებდა ვერავინ. ვერც ეშმაკი, ვერც ღმერთი, ვერავინ. უცეთი უცნაური არის, რომ სასწაულებრივია. ხალხს გონიათ უბრალოდ იმისთვის აკეთებს ამას, რომ უნდა ხალხი ძალიან შეაშინოს. მაგრამ თამაში შენ თუ შეხვალ, ეკრანი მართლაც გაგიშავდება. იმ ადგილას თუ შეხვედი, სადაც საიდუმლო იმალება, შენ მას დაინახავ. მაგრამ მაშინ მოგიწევს Roblox-ის წაშლა, რადგან მას შეუძლია. იმასაც შეუძლია. მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. იცის შენი მისამართი, იცის შენი საცხოვრებელი ადგილი. იცის რა გვქვია, იცის შენი მთელი ოჯახის ისტორია. ის არის ერთჯერ მეტი. ის არ არის ნაკლები და ის უფრო მეტი არის, რადგან ძალიან უცნაური ძალები აქვს მას. არ გირჩევთ იმ თამაშის შესვლას. ერთხელ შევედი, მაგრამ უკან აღარ გამოვედი. ამის გამო მომიწე Roblox-ის წაშლა. მაგრამ ახლა ყველაფერი სრულად არის. ტელეფონს ვეღარ ვთავი იმის გამო, რომ იმ ჰაკერს შევეხვდი. კი, მან კი Roblox-ი წაშალა, მაგრამ ისევ დააბრუნა. რანაირად? ამას შემდეგ ნაწილში გაიგებთ.